საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დავინახო ერთი-ორი ადამიანი ჩაერთოს და საგანგებო პირდაპირ ჩართვა მაქვს ახლა. ისეთი ამბები ხდება ჩვენს თავს. ვინმე შემოვიდეს დავინახო. თუ არის ვინმე დაწერეთ რამე რაღაცა მიწერს რომ თითქოს ინტერნეტი არის სუსტი. საღამოშვიდობის მეგობრებო, დღეს ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის, რომ არსებულმა დამნაშავე რეჟიმმა 17 აპრილს მიიღო მოღალატეობრივი აქტი, ანუ მე ასე უწოდებდი მას, ეს არის ქვეყნის დასამარების აქტი და აი ამ აქტის შედეგად შესაძლებელია უკვე რომ მთლიანად აი ამ ისლამისტმა ზანგებმა, ძირითადად უფრო აფრიკული ქვეყნებია, წალეკონ მთლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს აქტი 17 აპრილს მიიღო არსებულმა რეჟიმმა, როგორც გითხარით, და რომელიც 16 მაისიდან შევა ძალაში. და ამას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება პირადში, რა ვქნათ და როგორ ვქნათო. აი ზუსტად ამაზე გავფრთხილებდით მეგობრებო, ეს გეგმა იყო, ნამდვილად ვიცოდით. ჯერ იყო პირველი გეგმა, სისხლიანი გეგმა საქართველოს განადგურების, რაც ვერ განხორციელდა და ეს გეგმა ნამდვილად რომ იყო საქართველოს ქართველების გარეშე. ხედავთ თქვენ რამდენჯერ ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი პირდაპირ ეთერში, რომ 10,000-ობით მიგრანტი შემოყავდათ, მაგრამ ეხლა უკვე გადადიან პირდაპირ უკვე რომ იტყვიან, აი მომაკვდინებელი იქნება ეს საქართველოსთვის. ეს არ უნდა დაუშვას ქართველმა ხალხმა. დიახ, ეს არის მოღალატე რეჟიმი თავიდან ბოლომდე. ეს ვინც დღეს ხელისუფლებაში ეს არსებული რეჟიმი, რომელიც იარაღის ძალით მოვიდნენ დამხობით და არის კრიმინალური ბანდა, სათავეს რომელიც იღებს 92 წლიდან ერთი და იგივეები არიან. ყველანი მეგობრებო არ დაიჯეროთ, ერთი და იგივეები, აი ეს უნდა დასრულდეს. ამის გულისთვის გავაკეთეთ ჩვენ 6 თვის წინ, ამაზე დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რომ აუცილებელია ქართველთა გაერთიანება. არავითარი პარტია, არავითარი რაღაცეები, აქ არის ერთადერთი რამ. ზუსტად ის სიტყვები ცხადდება, რაც აქვს ბერი გაბრიელს, წმინდა ბერი გაბრიელს ნათქვამი, რომ იქნება სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის, თვით გადარჩენისთვის. აი ეს მოგვიწევს ჩვენ ეხლა. სხვა გზა არ არის მეგობრებო. აქ როდესაც აი ეს შევა ეხლა ერთი თვის შემდეგ ძალაში, ჩათვალეთ რომ შემოდგომით, განსაკუთრებით შემოდგომით ზაფხულის პერიოდებშიც, რა თქმა უნდა, შემოდგომით განსაკუთრებით გაივსება საქართველოს ზანგებით. წალეკავს ეს ისლამისტი ზანგები, ეს არის აბსოლუტურად მეგობრებო, რაჯიშის ხალხი, იცით, აი პირდაპირ იქნება ძალადობები ქუჩებში. ბრძოლა მოგვიწევს რა, ამას აკეთებს ალბათ, რა თქმა უნდა, ეხლა ამაში დიდი ფულია აღებული, რაც შეიძლება მეტი მიგრანტი, რაც მეტი მიგრანტებს მიიღებენ აფრიკიდან, ეს თქვენ იცით რომ ამას ევროკავშირის პროექტია ესეთი, რაც მეც მიიღებს ქვეყანა, მით მეტ ფინანსებს მიიღებენ. აი ეს არის სულზე გაყიდული ეს არის რეჟიმი, რომელიც აი ახორციელებს ქვეყნისათვის ისეთ ღალატს, რომ მთლიანად დაასამაროს და წალეკოს ზანგებით და ისლამისტებით აი ეს ქვეყანა. ჩვენ ამიტომ მეგობრებო არა გვაქვს სხვა გზა, უნდა უპირობოდ უნდა გავერთიანდეთ და თვითოეულ მოწოდებაზე ქუძზე კაცი უნდა გამოვიდეს გარეთ. არ არის მხოლოდ აი ამით მარტო შემოტევა ერთი მხოლოდ აი ამით მიგრანტებით, ასევე
უკვე მიდის მუშაობა, მიღებული აქვს უკვე საქართველოს ამაზე უკვე პირობა. ერთ-ერთმა კომპანიამაც გაიმარჯვა ციფრულ ფულზე ვსაუბრობ. ეს უკვე აი უნგრეთის ხელისუფლებამ დაბლოკა, მან კონსტიტუციით დაიცვა თავისი ქვეყანა, დაავალა ბანკებს. აი ეს არის რომ მე ამაზე ვსაუბრობდი ყოველთვის, მეგობრებო, რომ თუ კი ჩვენ გვეყოლება ერში არჩეული ხალხის მიერ, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება დაიცავს ყველანაირად, აი ყველა ამ საშიში შემოტევებისაგან. აი ეროვნული ხელისუფლება ზუსტად ის უნგრეთის ხელისუფლება ორბანის მეთაურობით დაავალა ბანკებს, რომ მოამარაგონ ქეში ფულით ქვეყანა და ათასობით ბანკომატები უნდა დაამატონ კიდევ ქვეყანაში. და კონსტიტუციით აკრძალა ეს ციფრული ფული. აი ეს არის მეგობრებო ეროვნული მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენი მთავრობას მე ამას არ უწოდებ, მაგრამ დე ფაქტო, რომელიც აი ახლა არის დე ფაქტო ხელისუფლება, არავით არის დე იურე, არავინ არ არის ამ ქვეყანაში 92 წლიდან კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დე ფაქტო აი ეს მოღალატე რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ფულის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა ასეთი საშინელებების წინაშე დააყენოს, დასამარების წინაშე დააყენოს. ჩვენ საგანგებო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, ჩვენი გზა იყო უფრო შეიძლება ითქვას, რომ ცოტა შორს გაწერილი, თუნდაც ის რომ საარჩევნო კანონი შეგვეცვლევინებინა და ასე შემდეგ, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლება არ უტოვებს ქართველ ხალხს სამართლებრივი ბრძოლის მეთოდებს და დროს, ამიტომ აქ აუცილებლად დადგება, მე ვფიქრობ, ერთადერთი მთავარი მოთხოვნა ქართველმა ხალხმა უნდა სამკვდროდ სასიცოცხლოდ უნდა იბრძოლოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ფორმით, მშვიდობიანი ფორმა მაშინ არის სასჭირო, როდესაც მასიურად გამოვა ქართველი ხალხი და ქართველ ხალხში მე გულისხმობ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თვლის რომ ეს არის მისი სამშობლო და აქ დაბადებულია და გაზრდილია, ყველა უნდა დავდგეთ ერთადერთი მოთხოვნით, ეს იქნება ძალიან მალე, რა წამს ეს ქართველთა გაერთიანება აკრიფავს ძალას, გადადგეს არშებული დამნაშავე მოღალატე რეჟიმი. აი ეს უნდა იყოს ერთადერთი, უკვე აქ შუაგზას ესენი არ გიტოვებენ. ჩვენ რომ ვიაროთ შორი გზით, ამასობაში აქ ზანგებით გაისობა ეს ქვეყანა და ჩვენ არავინ არაფერს აღარ დაგვეკითხება. ძალიან საგანგებო რეჟიმში მუშაობა მოგვიწევს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ასევე ყოველ კვირას ვერისბახში მერაბ კოსტავას ბიუსთან 15 საათზე ყოველ კვირას, მეგობრებო, ეხლა უკვე უნდა მივიღოთ ყველამ აი ეს საკუთარი თავზე აუცილებლობად, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ ხოლმე ქუდზე კაცი და რა წამს ეს გადაიქცევა იმ ძალად, რომ შეიძლება არსებულ რეჟიმს წაუყენოს აი ეს პირობა, მაშინვე დაიწყება აი ამის მოთხოვნა. სხვანაირად აქ სხვა გამოსავალი არ არის, სხვანაირად ჩვენ აქ ვეღარაფერს ვერ მივაღწევთ, ყველაფერი არის ტყუილი, ერთადერთი გამოსავალი არის ქართველთა ერთობაში, რომ მშვიდობიანი ფორმებით ვაიძულოთ არსებული რეჟიმი გადადგეს და მერე დაინიშნება აქ მართლაც ნამდვილი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით, ამას მერე დანიშნავს უკვე ეროვნული ხელისუფლება, რომელიცაც აქვს ერთადერთი უზენაესი საბჭოს აქვს ლეგიტიმაცია, რომელსაც შეუძლია ეს ლეგიტიმური არჩევნები დანიშნოს. აბსოლუტურად უნდა ეკრძალოთ მოღვაწეობა აი ამ დამნაშავე პარტიებს, რაც ამ საქმამდე მივალთ, ეს იქნება ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტები მთლიანად უნდა გამოცხადდნენ დამნაშავე პარტიებად და სახეზე უნდა დაულაგოთ ყველა ის ღალატი, რომელიც მათ ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე და აი ეს არის სამართლიანი ვაჟკაცური ბრძოლის გზა. ან უნდა გავიმარჯვოთ მეგობრებო, ან უნდა საბუდამოდ დავმარცხდეთ. როდესაც გიცხადებენ ომს და ამას ომია, ისეთი ომია, რომელიც იგივე დიდგორია, ხო, კარგავს სამშობლოს, ასეთ ომს უნდა გამოუცხადო ომი. ეს არის გამოსავალი. ომს უნდა გამოუცხადოთ ომი. სხვანაირად
ყველაფერი დამთავრდება ძალიან მალე მეგობრებო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ გადავალთ ახლა საგანგებო რეჟიმზე, ხშირად ვიქნებით ჩართვებშიც, ვიდრე პირველ იმას ვაანონსებთ, აი 4 მაისს 15 საათზე ვერის ბაღში კოსტავას ბიუსთან. მანამდე ახლა კვირასაც ალბათ ჩვენ ყველანი დავსვდებით ახალ ოფისში და ჩავწერთ გადაცემას. მოგმართავთ ყველაფერზე გვექნება იქ საუბარი თუნდაც ამ ციფრულ ფულზე და ასევე აი ამ პირველი პრობლემა რომელიც ახლა დადგა ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის მე ყოველთვის ასე ვთვლი ეს მიგრაცია უკონტროლო და ქართველების დევნა ჩაგვრა აი ეს უნდა დავამთავროთ მეგობრებო ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ქართველების ჩაგვრა და ქართველები უნდა დავდგეთ ერთად თუ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ თუ გვინდა რომ ამას მივახციოთ სხვანაირად მეგობრებო ჩვენ არც არ ვიცი არც წინაპართასულები არც არავინ არც ღმერთი არ გვაპატიებს და სამუდამოდ რა ვიცი აი ამაზე დიდი სიცხილი რა უნდა იყოს რომ ესე უბრძოლველად ჩააბარო შენდი გმირობით მოტანილი საუკუნეებით მოტანილი აი ეს ძვირფასი ქვეყანა და ვის ზანგებს ჩავაბარო და ამას უყუროთ მშვიდად სახლებიდან გინდათ ამას უყუროთ ხალხო ჩვენ ეგრევე 4 მაისს თუ ბევრი ხალხი მოვა იქ აუცილებლად მივადგებით იქ ხელისუფლებას პროტესტით აუცილებლად მივადგებით იქ ან ყველაფერი გაიწვიონ უკან ასევე ციფრული ფულზე თქვან უარი როგორ შეიძლება იქ ალტერნატივაც კი არ იყოს კაცო სულ მოისპობა აბსოლუტურად აქ კერძო სექტორის და ყველაფერი ხო ამიტომ ჩვენი გზა არის ერთადერთი მეგობრებო არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას თუ არ გავერთიანდით ყველანი და თუ არ მოვითხოვეთ ერთადერთი მოთხოვნით თუ არ გავერთიანდით უნდა გადადგეს უნდა დავასრულოთ არსებული რეჟიმის აი ეს 30 წლიანი მართლობა და ეს ბალაგანი რაც ამ ქვეყანაში ხდება ეს არის მე მოკლედ ამას გეტყვით ჩვენ კვირას ალბათ გვექნება ახალი ოფისიდან ჩართვა ხოლო შემდეგ კვირას 4 მაისს ყველას გელოდებით 15 საათზე ვერის ბაღში იქიდან უნდა დავიწყოთ მთლიანად დიდი ქართველთა გაერთიანება და იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი პროტესტი აი ყველაფერზე სხვანაირად ჩვენ აბსოლუტურად უმძიმეს მდგომარეობაში ვარდებით და ჩვენი მშველელი ვეღარავინ იქნება ამას გავფრთხილებდით ჩვენ ამიტომ შევქმნით ეს გაერთიანებაც და ამიტომ გვინდა რომ გადაიქცეს ძალიან დიდ ძალად არ ვიცი რაიონებში გვინდოდა გასვლა და როგორ მოხერხდება აი ესეთი ცაიტნოტ დროში ვართ ახლა რა იქნება როგორ იქნება ყურადღებით ვიქნებით მაგრამ უნდა გამოვიდეთ ქუძზე კაცი ერთადერთი გამოსავალი ეს არის ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო ამ ბრძოლაში ჩვენ არ უნდა გავიმარჯვოთ ან სამუდამოდ უნდა დავმარცხდეთ ეს არის და ეს არის უმძიმესი მდგომარეობა დღევანდელი რომელიც აი ამ მოღალატე რეჟიმმა მიიღო 17 აპრილს აი ესეთი აქტის სახით 17 ქვეყანა აზიური და აფრიკული ქვეყნები ძირითადად რომლებსაც ექნება თავისუფლად შემოსვლის 1 წლით რამდენი ხანიც უნდათ მე გავა ალბათ 1 დღე და ისევ შემოვა 1 წლით რამიშულობა ფაქტიურად ეს არის რომ მთლიანად უფლება ექნებათ გადაავსონ აი ესე ზანგებით გაივსობა ეს ქვეყანა მოკლედ წინასწარ გეუბნებით ეს იქნება ასე საქართველოს ხალხს აღარაფერი ძალა აღარ იქნება აქ თუ ეს დაუშვით ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ აი ამის გულისთვის ამის წინააღმდეგ ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი ბრძოლა მეგობრებო არ ვიცი ძალიან ღელავ ძალიან გაბრაზებული ვარ და ჩვენ ერთი ნაბიჯს არ გადავდგავთ უკან და ყველას გელოდებით 4 მაისს ვერის ბაღში 15 საათზე მერაბ კოსტავას ბიუსთან მანამდე პირდაპირ ეთერებით ჩვენ დაგვაკვალიანებთ სხვადასხვა ინფორმაციებს მოგაქვთ თუ რამე ახალი იქნება მადლობთ ყურადღებისთვის მეგობრებო